მე ვარ ქართველი და მიამაყება რომ მე ვარ ქართველი. მე ვარ უძლიერესი და უნიკალური ერის წარმომადგენელი. მე მაქვს ულამაზესი სამშობლო, რომელსაც ქვია საქართველო. მე მაქვს უმდიდრესი და უნიკალური ისტორია და კულტურა. მე ვარ იმ ერის წარმომადგენელი, რომელსაც ყავდა მეფე დავით აღმაშენებელი, რომელსაც ყავდა მეფე გიორგი ბრწყინვალე წოდებული, რომელსაც ყავდა თამარი, რომელსაც ყავდა პატარა კახი მეფე ერეკლე, რომელსაც ქართველებმა სიყვარულით პაპა დაარქვეს და დღემდე ერეკლე პაპას ვეძახით. მე ვარ იმ ერის შვილი, რომელსაც ყავდა შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე. მე მიამაყება რომ ქართველი ვარ. მე მიამაყება რომ საქართველოს შვილი ვარ. მე ვარ იმ ერის შვილი, რომელმაც შეძლო და მიუხედავად ყველა ცეცხლისა, מחვილისა, დაპყრობისა და განადგურებისა, შეინარჩუნა თვითიდენტობა და შეინარჩუნა ქრისტიანობა. მე ვარ იმ ერის წარმომადგენელი, რომელსაც ვერც ცეცხლით, ვერც מחვილით, ვერც წამებით, ვერც მოფერებით და ვერაფრის დიდებით ქრისტეზე უარი ვერ ათქმევინეს. მე ვარ იმ ერის შვილი, რომელსაც 100,000-ობით თავს კვეთავდნენ და აწამებდნენ, მაგრამ ვერაფრის დიდებით უარი ვერ ათქმევინეს ქრისტე ღმერთზე. დიახაც, მე ვარ ქართველი და მიამაყება რომ მე ვარ ქართველი. მე მიმიფურთხებია ყველა იმ ქართველისთვის, რომელმაც უარი თქვა თავის იდენტობაზე, თავის ისტორიაზე და თავის კულტურაზე. მე მიმიფურთხებია ლევან ბერძენიშვილისთვის, რომელმაც ერეკლე პაპას მოღალატე დაარქვა და დაუძახა. მიმიფურთხებია ყველა იმ ქართველისთვის, რომელიც ფიქრობს, რომ ერეკლე მოღალატია და ლევან ბერძენიშვილი ამ ქვეყნის პატრიოტი. დიახაც, უძლიერესი და უნიკალური ერის წარმომადგენელი ვარ. დიახაც, მიამაყება რომ მე ვარ ქართველი. მე ვარ იმ ერის შვილი, რომელსაც 3 ამბანი, 3 დამწერლობა გააჩნია. მე ვარ იმ ერის შვილი, რომელმაც სამყაროს და კაცობრიობას ვეფხის ტყაოსანი აჩუქა. დიახაც, მე ვარ ქართველი და ამაყი ვარ იმით, რომ მე ვარ ქართველი. და თქვენც, ძმებო, ვისაც გიამაყებათ, რომ ხართ ქართველი, ვინც ფიქრობთ, რომ უძლიერესი ერის და გენის მატარებელი ქართველები ხართ, აი ყველა დაწერეთ, რომ გიამაყებათ, რომ ხართ ქართველი, რომ ნახოს საქართველოს მტრებმა, რომ ბევრი ვართ ჩვენ, ძალიან ბევრი, იმაზე უფრო მეტად ბევრი, ვიდრე ვიღაცებს წარმოუდგენიათ. ის ქართველები, რომლებსაც გვიამაყება, რომ ჩვენ ვართ ქართველები. მე ვარ ქართველი და მოვკვდები ქართველად. საქართველოს ადგილი არის საქართველოში, ქართველების ადგილი არის საქართველოში. მე მინდა ძლიერი საქართველო. მე მინდა ისეთი საქართველო, რომელსაც პატივს სცემს ყველა ევროპელიდან დაწყებული, რა ვიცი, ირანელით დამთავრებული. მე მინდა ისეთი საქართველო, რომელ საქართველოშიც არ გვასწავლიან ჩვენ ტოლერანტობას გერმანელები. ჩვენ ქართველებს ტოლერანტობას ვერ გავასწავლის ვერავინ, იმიტომ რომ საქართველოში უხსოვარი დროიდან გვერდ-გვერდ ცხოვრობდით სხვადასხვა ერისა და აღმსარებლობის წარმომადგენელი ადამიანები. საქართველოში უხსოვარი დროიდან გვერდ-გვერდ იყო სინაგოგები, მეჩეთები და მართლმადიდებლური ტაძრები. დიახ, მე ვარ ქართველი და მიამაყება რომ მე ვარ ქართველი. და თქვენც, ძმებო, ვისაც გიამაყებათ რომ ხართ ქართველი, არ დაიზაროთ და დაწერეთ, რომ გიამაყებათ რომ ხართ ქართველები. დიდება საქართველოს, დიდება უფალს. საქართველო გაბრწყინდება და ქართველების უნიკალურობას აღიარებს ყველა ის, ვისაც დღეს ქართველები წარმოუდგენია ვიღაცა მაჩანჩალა ერად. დიდება საქართველოს, დიდება უფალს. და კიდევ ერთხელ აწდა მარადის, მიამაყება რომ მე ვარ ქართველი.